ისრაელში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია შაბაკის ხელმძღვანელის განცხადებებმა ამ კვირაში. მუქარა, რომელიც ყველა ისრაელ საჯარო მოხელისკენ იყო მიმართული და ამერიკული იდეების შორსმცუდენი გავლენა ისრაელის პოლიტიკურ ცხოვრებაში. ჩვენ დღეს ამ ყველაფერზე ვისაუბრებთ. მე ილანა მიზელდიამანტი ვარ და ეს არის ძირითადი კანონი. პირველ რიგში გილოცავთ 250 წლის იუბილეს ამერიკა. გასულ კვირას ჩაწერა ვერ მოვახერხეთ. ასე რომ სიცოცხლეს გაუმარჯოს სიცოცხლეს ლხაიმ. მაგრამ ამაზე მალე დაუბრუნდებით. რადგან პოლიტიკასა და სასამართლოს შორის ვულკანური დაპირისპირება ახალ სიმაღლეებს აღწევს, უნდა განვიხილოთ რა ხდება ახლა და როგორ. ზოგიერთმა ამერიკულმა იდეამ დაეხმარა, ავნო და შესაძლოა კვლავ დაეხმაროს ისრაელის საკონსტიტუციო წესრიგის აღდგენაში. დღეს ჩვენთან ერთად არის საკონსტიტუციო საკითხების მკვლევარი იონათან გრინი, წიგნის არასანდო მართლმსაჯულება ავტორი. კეთილი იყოს შენი დაბრუნება გადაცემაში, იონათან. გმადლობთ ილანა, სასიამოვნო აკროვდა. ყოველთვის სასიამოვნოა თქვენი სტუმრობა. მოდით პირდაპირ საქმეზე გადავიდეთ. შაბაკის ხელმძღვანელმა, შაბაკის უფროსმა დავიდ ზინიმ სამშაბათ საღამოს სიტყვით გამოსვლა გამართა არგამანის ინსტიტუტის ღონისძიებაზე, რომელიც რა თქმა უნდა ჩვენი მონათესავე პროექტებიდან ერთ-ერთია, რომელიც კონსერვატიული ლიდერების მომზადებაზე მუშაობს. და დაახლოებით 9 საათიან გრძელ სიტყვაში მან ასევე თქვა რაღაც, რაც თითქოს ამძრავს ისრაელის ინტელიგენციას, მედიას. და ეს ძირითადად ისაა, რომ იგი ერთგულია ხელისუფლების წარმომადგენლობითი შტოებისადმი. ეს არის რაღაც, რაც ამერიკულ გარემოში ან სხვა დასავლურ დემოკრატიებში უმნიშვნელო იქნებოდა ჩემი აზრით. აქ კი ეს პოლიტიკურ ცხოვრებას საფუძვლიანად შეარყია. ამიხსენი რა ხდება და რატომ ატყდა ასეთი აურზაური ამ განცხადებების გარშემო? დიდი მადლობა ილანა და ძალიან მიხარია რომ ისე ვაქვარ. მიხარია რომ ეს საკითხი წამოჭერით და მიხარია რომ ამით ვიწყებთ, რადგან დავიდ ზინის, შაბაკის ხელმძღვანელის, საკითხის შესანიშნავი მაგალითია იმისა, თუ რამდენად დამახინჯებული და რამდენად შეშლილია ზოგადად ისრაელის საზოგადოებრივი დისკურსი ამ თემებზე. დავიდ ზინი, შაბაკის ხელმძღვანელი და შაბაკი, რა თქმა უნდა, ისრაელის შიდა დაზვერვის სამსახური, ასე ვთქვათ, ისრაელის FBI. ის ამბობდა სრულიად უმნიშვნელო რამეს. და ეს სრულიად უმნიშვნელოა ორ დონეზე, როგორც იურიდიულად, ასევე პრინციპულად. ამაზე ცოტა ხანში დავბრუნდები. მაგრამ ხაზგასმით ვიტყვი, რომ ის იწერებოდა. მან იცოდა, რომ იწერებოდა. ანუ ეს არ არის, იცით, ზოგი ცდილობს ეს ისე წარმოაჩინოს თითქოს რაღაც სენსაცია, რაღაც რაც თითქოს, იცით, ფარულად მისი დამალული აზრები აღმოაჩინეს და ეხლა გამოაშკარავეს. რა თქმა უნდა, ეს მან სრულიად საჯარო გარემოში თქვა. და ყველაფერი რაც მან თქვა იყო ის, რომ როგორც ისრაელის მთავარი შიდა უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი, ის ექვემდებარება არჩეული ხელისუფლების შტოების ზედამხედველობასა და კონტროლს. მე ვისაუბრებ იმაზე, რატო არის ეს ასე უცნაური ისრაელში და რატო არიან ყველა, ან არა ყველა, მაგრამ რატო არის თქვათ სასამართლო უზენაესობის ბანაკი, ან ამ ბანაკის ზოგიერთი ნაწილი აღშფოთებული ამაზე, მაგრამ ეს ძალიან საბაზისოა ორ დონეზე. ერთი რა თქმა უნდა არის იურიდიული დონე. ისრაელის საკანონმდებლო კანონი და კანონი, რომელიც არეგულირებს შაბაკს, შინბეტს, შიდა დაზვერვის სამსახურს, მკაფიოდ ამბობს და განსაზღვრავს, რომ შაბაკი ექვემდებარება არჩეული მთავრობის შტოების, პრემიერ-მინისტრის ზედამხედველობას. ეს პირდაპირ წერია იქ. ეს შავით თეთრზე წერია, როგორც ჩვენ ებრაულად ვამბობთ, ეს ნათელია და სადავო არ არის. და მეორე მხრივ, რა თქმა უნდა, პრინციპულ დონეზე, რა არის დასავლური აზროვნების ყველაზე ფუნდამენტური შეხედულებები და შეიძლება ამაზე ისევ დავბრუნდეთ ამერიკის 250 წლის თავთან დაკავშირებით. დასავლური დემოკრატიული აზროვნების ერთ-ერთი ყველაზე ფუნდამენტური შეხედულებაა ის, რომ სამართალდამცავი ორგანოები განსაკუთრებით, ანუ არა მხოლოდ აღმასრულებელი ხელისუფლება ზოგადად, არამედ სამართალდამცავი ორგანოები განსაკუთრებით პოლიციისა და დაზვერვის ორგანიზაციები უნდა იყოს სამოქალაქო ხელისუფლების, არჩეული სამოქალაქო ხელისუფლების მკაცრი ზედამხედველობისა და კონტროლის ქვეშ. როგორ შეიძლება თავისუფალი, ლიბერალური, დემოკრატიული საზოგადოება გადარჩეს, თუ მისი სამართალდამცავი ორგანოები, მათ შორის დაზვერვის სააგენტოები, არ ექვემდებარება სამოქალაქო კონტროლს? აბა, ზუსტად რა ხდება? რადგან ყოფილმა შაბაკის ხელმძღვანელებმაც კი და რა თქმა უნდა, იმ პოლიტიკური პარტიების ლიდერებმა, რომლებიც არჩევნებში აპირებენ მონაწილეობას, უკვე განაცხადეს. როგორ შეიძლება მან თქვას, რომ პოლიტიკოსებისადმი ერთგულია, მაგრამ არა სახელმწიფოსადმი? კარგი. როგორ შეუძლია ადამიანს, რომელსაც გარკვეულწილად ისრაელის დემოკრატიული რეჟიმის დაცვა ევალება, ასეთი რამ თქვას? და ვერ ხვდები რა კონცეპტუალურ ნახტომს აკეთებენ ისინი. ბოლო წლებში ისრაელის უზენაესი სასამართლო და მისი წარმომადგენლები, როგორც მთავრობისთვის იურიდიული მრჩევლის ინსტიტუტშიც, ისე სხვაგანაც. რა თქმა უნდა, სასამართლო უზენაესობის მომხრე ბანაკში და პოლიტიკურ მარცხენაში მათ შეიმუშავეს ეს უცნაური იდეა.
რომ საჯარო მოხელეები და სამოქალაქო მოხელეები, ასევე მთავრობის თანამშრომლები, მათ შორის ყველაზე მაღალ დონეებზე, რომლებიც ფლობენ უდიდეს ძალაუფლებას, ვალდებულნი არიან ერთგულება გამოუცხადონ. ან ისინი ვალდებულნი არიან მათი პრიორიტეტები და ვალდებულებები სახელმწიფოს უნდა ემსახურებოდეს, თავად სახელმწიფოს, ან ზოგჯერ იტყვიან საზოგადოებრივ ინტერესებს. და პრობლემა ისაა, რომ ეს შეიძლება კარგად ჟღერდეს ხაღალზე და შეიძლება იცით გარკვეულწილად დამაჯერებლადაც მოგეჩვენოთ. რა თქმა უნდა, ყველა საჯარო მოხელეს აქვს ვალდებულება სახელმწიფოს წინაშე დაიცვას და განავითაროს სახელმწიფოს ინტერესები. მაგრამ საბოლოოდ ეს სრულად აბსტრაქციად იქცევა. და სინამდვილეში, როდესაც ამას ამბობენ, გულისხმობენ ერთგულებასა და ლოიალობას უზენაესი სასამართლოს მიმართ, ასევე ერთგულებას და მორჩილებას მის წარმომადგენელთა მიმართ. და ძირითადად იურიდიული establishment-ი, რომელსაც პოლიტიკური მარცხენა ფრთა აკონტროლებს, მათთვის წყვეტს ყველაფერს. ეს არის საოცარი სახის ტერმინოლოგიური манипуляცია, რომელიც მათ გამოიყენეს, რადგან ისინი დამოუკიდებლობაზე საუბრობენ, ხომ ასეა? სამართალდამცავი ორგანოების დამოუკიდებლობა, კანონით შექმნილი ან სახელმწიფო სააგენტოების დამოუკიდებლობა და ასე შემდეგ. და ჩვეულებრივ სხვა ადგილებში ეს ნიშნავს დამოუკიდებლობას კონკრეტულ გადაწყვეტილებებში პირდაპირი ჩარევისგან, ხომ ასეა? ჩვენ არ ველით, რომ პრემიერ-მინისტრი ან არჩეული მთავრობა უკან ნახებენ შაბაქს, ვის გამოიძიონ, ან როგორ გამოიძიონ, ან იცით მათი საქმიანობის დეტალებში ჩაერევიან. მაგრამ ჩვენ ნამდვილად ველით, რომ არჩეულ მთავრობას ექნება სრული ზედამხედველობა და კონტროლი ამ სააგენტოებზე. და ეს მოიცავს პრიორიტეტების განსაზღვრასაც. ეს მოიცავს რესურსების განაწილების ზოგად მითითებებსაც. ეს მოიცავს იმასაც, რომ მთავრობას შეეძლოს ამ ორგანიზაციებში მნიშვნელოვანი პირების დანიშვნა და გათავისუფლება, თუ მათი ქცევა არადამაკმაყოფილებელია. და სწორედ ეს გააკეთა ისრაელის მემარცხენეებმა და სასამართლო უზენაესობის ბანაკმა. მათ აურიეს ერთმანეთში ჩვეულებრივი დამოუკიდებლობის იდეა, რაც ნიშნავს, რომ დიახ, ამ სააგენტოებს უნდა ჰქონდეთ გარკვეული დამოუკიდებლობა. პოლიტიკოსებმა არ უნდა ჩაერიონ მათ საქმიანობაში უბრალოდ სურვილისამებრ. და მათ ეს იდეა აურიეს ძალიან საშიშ დამოუკიდებლობის იდეასთან, ან როგორც ამას ზოგჯერ ავტონომიას უწოდებენ, რაც ნიშნავს, რომ ამ ორგანიზაციებმა ამ ადამიანების აზრით სრულიად თავისუფლები უნდა იყვნენ. ამ ორგანიზაციებმა უნდა იყვნენ სრულიად თავისუფლები ნებისმიერი ზედამხედველობის, კონტროლის, ამ პოლიტიკური არჩეული ორგანიზაციებისა და ინსტიტუტების ზედამხედველობისგან. და ეს დასავლური პოლიტიკური ლიბერალური აზროვნებისთვის მიუღებელია. და მარტივად რო ვთქვათ, ნებისმიერ დასავლელ დემოკრატს ჟუანტელი უნდა უვლიდეს ყოველ ჯერზე როცა. შიდა დაზვერვის სამსახურიან სამართალდამცავი სააგენტო ამბობს, რომ სურს ავტონომია და დამოუკიდებლობა პოლიტიკური და არჩეული ინსტიტუტებისგან. ასე რომ, რაც აქ საოცარია, მოკლედ ვთქვათ, ისაა, რომ დავით ზინიმ, შაბაკის ხელმძღვანელმა, თქვა ისეთი რამეები, რაც წარმოუდგენლად ბანალურია როგორც ისრაელის საკანონმდებლო თვალსაზრისით, ასევე დემოკრატიული მართლობის ძირითადი და საწყისი პრინციპების მიხედვით. და მაინც იმ აჟიოტაჟზე, ანუ იმ რეაქციებზე, რომლებიც ისრაელის იურიდიული establishment-ის მემარცხენე ფრთის ბევრ წარმომადგენელს ჰქონდა. უბრალოდ ასახავს, რამდენად შორს არიან ეს ორგანიზაციები და ეს ადამიანები დემოკრატიის ძირითადი პრინციპებისგან და რამდენად სუსტია მათი ერთგულება ისრაელის კანონების მიმართ. მას კიდევ ერთ შეშას დავამატებ ცეცხლში, სანამ დაუბრუნდებით საწყის პრინციპებსა და იდეებს და ვიფიქრებთ მომავალ გზაზე. რაც იმას ნიშნავს, რომ ამ კვირაში ასევე ძალიან საინტერესო გადაწყვეტილება გამოცხადდა. ეს არის ერთ-ერთი მრავალი გადაწყვეტილებიდან, რომელიც მეორე მაუწყებლობის ორგანოსთან დაკავშირებულ საქმეს ეხება. რაც ცოტა რთულია. არ მინდა ეხლა ძალიან დეტალურად შევეხო ამ ყველაფერს. შეიძლება ზოგადი მონახაზები ახსენო, მაგრამ თავად საქმე საკმაოდ ტექნიკურია. ამიტომ გამიკვირდა, რომ ეს ვნახე. თუნდაც თქვა The Times of Israel-ზე, კიდევ ერთ დიდ საინფორმაციო ვებგვერდზე. იყო დიდი სათაური პირდაპირ ირანსა და თურქეთის სიახლეების ქვემოთ. ეს ეხებოდა შესაძლებლობას, რომელიც ამ გადაწყვეტილებიდან გამომდინარეობდა პროფესიული იმუნიტეტის ან სამოქალაქო სარჩელისგან დაცვის ჩამორთმევას. სახელმწიფო მოხელეებისთვის პროფესიული იმუნიტეტის ან სამოქალაქო სარჩელისგან დაცვის საკითხს, რომლებიც არ ასრულებენ სასამართლოს გადაწყვეტილებებს, ხომ ასეა? ისრაელში ამაზე დიდი დავაა გაჩაღებული, თუ ვის ეხება ეს. და ეს ღიად ხდება, ანუ ესაც კი არც კი არის ისეთი საკითხი, რომ იცით, ხალხს უყვარს ტერმინი ღრმა სახელმწიფო, რაზეც მე ძალიან ალერგიული ვარ. მაგრამ თქვათ, იცით, ღრმა სახელმწიფო არჩეული ხელისუფლების წინააღმდეგ ან რაღაც მსგავსი. ისრაელში ეს ძალიან ღია დისკუსია საზოგადოებრივ სივრცეში, სადაც ადამიანები სვამენ კითხვას და მსჯელობენ, თუ ვის მიმართ აქვს ბიუროკრატიულ მმართველობას ნამდვილი ერთგულება. და თითქოს ამ კვირაში სასამართლომ გამოვიდა და თქვა, რომ იცით, ეს ჩვენ ვართ. ჩვენ წარმოვადგენთ სამართლის უზენაესობას.
და ეს უკვე თავისთავად ხდება სიახლეების სათაური. როგორც თქვი, ეს ინგლისურ ენაზე საკმაოდ უკრიტიკოდ გაშუქდა. ებრაულად ამ საკითხზე ორივე მხარეს ყავს მხარდამჭერები. შეიძლება ცოტა მეტი გითხრათ ამაზე. რა თქმა უნდა და ვფიქრობ ილანა ეს ორი საკითხი პირდაპირ კავშირშია, რადგან ერთ-ერთი რამ რაც ვნახეთ, ან ერთ-ერთი ასეთი. ისრაელში სასამართლო უზენაესობისა და უზენაესის სასამართლოს სასამართლოს აღმავლობის საფუძველში დებს არჩეული წარმომადგენლების დაშინება და ზეწოლა, განსაკუთრებით მემარჯვენეებზე, ან მათზე, ვინც მზადაა სასამართლოს წინააღმდეგ წავიდეს. ამ მთავრობის წარმომადგენლების დაშინება და ზეწოლა მთელ საჯარო სამსახურში და აღმასრულებელ ხელისუფლებაში. და ეს სხვადასხვა გზით გვინახავს. ერთ-ერთი გზა, რომლითაც ეს ხორციელდება, არის სამართალდამცავი ორგანოებისა და სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სისტემის მეშვეობით. და ამაზე დეტალურად საუბარი არ არის საჭირო, მაგრამ ეს პირდაპირ უკავშირდება იმას, რასაც დავით ზინი ამბობდა და მის გარშემო არსებულ დაპირისპირებას. და ეს ორი მიმართულებიდან მოდის, ხო ასეა. ერთი ისაა, რომ ჩვენ გვყავდა შაბაკის წინა ხელმძღვანელები, მათ შორის დისკრედიტირებული დოინემბა, რომელიც შაბაკის ხელმძღვანელი იყო 7 ოქტომბრამდე და მის დროსაც მაგრამ ჩვენ გვყავდა შაბაკის ხელმძღვანელები, რომლებიც მიზანში იღებდნენ, იძიებდნენ და სხვადასხვა მთავრობის მინისტრების გარემოცვაში აღწევდნენ, მათ შორის მინისტრ ბენ გვირში და სხვებში. ასე რომ, იყო მცდელობა შაბაკის გამოყენებისა იარაღად, შაბაკის არჩეული პირებისა და მაღალი თანამდებობის პირების წინააღმდეგ. და ამავე დროს ეს თითქოს იმავე მონეტის მეორე მხარეა. მხოლოდ დავით ზინის წყალობით. იყო სამხედრო მთავარი პროკურორის ირგვლივ დიდი სკანდალი და მისი შემზარავი ქცევა ზდე თეიმანის ვიდეოსთან და სხვა მსგავს შემთხვევებთან დაკავშირებით. და მისი იცით აშკარად კორუმპირებული და უკანონო ქმედებები, სავარაუდოდ უკანონო ქმედებები. ეს მხოლოდ ამ ადამიანის, დავით ზინის გადამწყვეტი ქმედების წყალობით გახდა ცნობილი, რომელიც იურიდიული ელიტის ხაზს არ გახვა. კარგი, როგორ არის ეს ყველაფერი დაკავშირებული იმასთანაც ახლახან ახსენეთ? ისრაელის უზენაესმა სასამართლომ ცოტა ხნის წინ მიანიშნა, ან ძალიან მკაცრად მიანიშნა, რომ თუ მთავრობის წარმომადგენლები არ დაიწყებენ არ დაემორჩილებიან სასამართლოს მითითებებს, მაშინაც კი, როცა ეს მითითებები აშკარად და თვალსაჩინოდ უკანონოა. ხომ ასეა? ასე რომ, თუნდაც სასამართლომ გასცეს აშკარად და თვალსაჩინოდ უკანონო განკარგულება, რომელიც პირდაპირ ეწინააღმდეგება კანონში წერილობითად მოცემულ ნორმას, სასამართლო ამბობს, თუ ხარ მთავრობის წარმომადგენელი და არ დაემორჩილები ამას. თუნდაც სხვათა შორის, კონდეს განკარგულება, კანონიერი განკარგულება შენი უფროსისგან. ხო ასეა? კანონის მიხედვით, შენ გქონდა შენი უფროსის კანონიერი განკარგულება. თუ ამას არ დაემორჩილები, სამოქალაქო პასუხისგებლობის წინაშე დადგები. სხვადასხვა მხარეს შეიძლება ზიანისთვის გიჩივლოს. და მიზეზი, რის გამოც ეს ბევრ დონეზე უცნაურია, ასეთია. არაფერია ამის მსგავსი ისრაელის დელიქტურ კანონში, ხო ასეა? არსებობს ისრაელის დელიქტების ორდინანსი. ეს არის ძირითადი საკანონმდებლო აქტი, რომელიც არეგულირებს ისრაელის დელიქტებს. და ეს ისრაელის დელიქტური კანონი. ანიჭებს ფართო იმუნიტეტს სამოქალაქო მოხელეებსა და მთავრობის თანამშრომლებს პირადი პასუხისგებლობისგან. ხომ ასეა? შეიძლება სახელმწიფო იყოს პასუხისგებელი. თქვენ მაინც შეგიძლიათ უჩივლოთ სახელმწიფოს უკანონო ან დაუდევარი სამთავრობო ქმედებისთვის და ასე შემდეგ. მაგრამ როგორც წესი, თქვენ ვერ უჩივლით კონკრეტულ პირს, ხო ასეა, როგორც ინდივიდს ზიანისთვის, პასუხისგებლობისთვის იმაზე, რაც მან გააკეთა. სასამართლო ამბობს, რომ, ჰეი, თუ ცოტა ხნით გვერდზე გადავდებთ მთელ სისხლის სამართლის მხარეს, თუ არ დაიწყებთ იმაზე შესაბამისობას, რასაც გეუბნებით, რომ უნდა გააკეთოთ, მიუხედავად იმისა, რომ ეს აშკარად უკანონოა, ჩვენ დავიწყებთ თქვენს დაქვემდებარებას დელიქტური სარჩელებისთვის და თქვენ პირადად იქნებით პასუხისგებელი, ხო ასეა? თქვენი ქონება, თქვენი თავისუფლება, იცით თქვენი მთელი ბედი, როგორც ინდივიდის და როგორც ოჯახის, შეიძლება საფრთხის ქვეშ დადგეს. იმიტომ რომ ჩვენ მივცემთ ადამიანებს უფლებას, რომ გიჩივლონ მხოლოდ იმიტომ, რომ ასრულებთ თქვენი უფროსების მითითებებს. მხოლოდ იმიტომ, რომ ასრულებთ, იცით, კანონში მკაფიოდ გაწერილ ნორმებს და ახორციელებთ სამართლებრივ ქმედებებს. ასე რომ, ვფიქრობ, ეს შეიძლება იყოს ძალიან სერიოზული განვითარება სასამართლოს მხრიდან თავისი ძალაუფლების დამკვიდრებაში ისრაელის აღმასრულებელ ხელისუფლებაზე. დიახ, და უბრალოდ ალბათ ხაზგასასმელად თქვენ საუბრობთ ქმედებებზე, რომლებიც აშკარად კანონიერია კანონმდებლობის მიხედვით და არა ისეთებზე, რომლებიც თქვათ აშკარად უკანონოა და რომელსაც მიუხედავად ამისა მაინც დაეთანხმებოდით. ანიცით განახორციელებით ქმედებებს, სადაც თეორიულად უნდა ექვემდებარებოდეთ რაიმე სახის სანქციას. უნდა ვთქვა, რომ ისრაელში და უმეტეს იურისდიქციებში, მაშინაც კი როცა ქმედება აშკარად უკანონოა, ხშირად ადამიანებს მაინც აქვთ სამოქალაქო პასუხისგებლობა ან იმუნიტეტი.
მაგრამ ეს საერთოდ არ არის ესეთი შემთხვევა. ანუ ჩვენ ვსაუბრობთ საკითხებზე, რომლებიც აშკარად კანონიერია, აშკარად კანონმდებლობის ფარგლებშია და მაინც სასამართლო ამბობს, რომ თქვენ უნდა დააყენოთ უპირატესად ჩვენი უკანონო არალეგალური განკარგულებები და ბრძანებები, ვიდრე კანონის აშკარა ნათელი ცხადი ტექსტი. და თუ ასე არ მოიქცევით, მაშინ სამოქალაქო პასუხისგებლობის წინაშე დაგაყენებთ. მე ამას ცოტა სხვანაირადაც ჩამოვაყალიბებდი. ვფიქრობ, სასამართლო ამბობს, რომ თქვენ უნდა დაემორჩილოთ იმას, რასაც ჩვენ ვამბობთ, რადგან ეს არის კანონი და არა სხვა რამ. ეს მახსენებს Thomas Clarence's ნათქვამს. ამერიკაში მოსამართლე Thomas Clarence ამბობს, ხომ იცით თუ ჩვენ სრულად მივყვებით პრეცედენტს, მაშინ ვამბობთ, რომ სასამართლო გადაწყვეტილებები კონსტიტუციაზე მაღლა დგას. რადგან თუ ისინი არასწორია და ჩვენ მაინც უნდა მივყვეთ მათ, მაშინ ვამბობთ, რომ ისინი ხო იცით, უბრალოდ ისინი კონსტიტუციაზე უფრო მაღლა დგანან. ეს რა თქმა უნდა ისაა, რასაც სასამართლო ამბობს. და სასამართლო აშკარად ამბობს ამას და ივანა, შენ აბსოლუტურად მართალი ხარ. და ჩვენ მალე გადავიდეთ იდეების თემაზე. მაგრამ ფაქტია, რომ ალბათ ასეთი საქმეების უმეტესობა კონსტიტუციის სფეროში მოხდება. რაც ნიშნავს, რომ თითქმის ყველას შეიძლება პირდაპირ უზენაეს სასამართლოში სარჩელი შეტანა, რაც ამ ადამიანებს ძალიან დაუცველს გახდის. ეს არის უზარმაზარი დამოკლეს მახვილი, რომელიც მათ თავზე ჰკიდია. და როგორც უკვე ვთქვი, ამას ისე აშუქებენ, თითქოს ეს იყოს კანონის უზენაესობის დაცვა. და მიუხედავად იმისა, რომ ყოველთვის მზად ვარ სხვა არგუმენტებიც მოვისმინო და სინამდვილეში ის ფორუმი, რომელიც შენ და მე ერთად დავაფუძნეთ, სწორედ იმაზეა, რომ ყველა ამ არგუმენტს მიეცეს პლატფორმა და ასე მოვიქცევით კიდეც. ეს ჩემთვის ასე ჩანს. უპრეცედენტოა, ხომ ასეა? და იცი, სიტყვების თამაში არ მინდოდა, მაგრამ მართლა საჭირო ამაზე ძალიან პირდაპირი სიტყვებით საუბარი და იმაზე, რას შეიძლება ნიშნავდეს ეს ადამიანების ცხოვრებისთვის. როცა პირველად ვიფიქრეთ, როგორ აგვეწყოთ ფემანდელი გადაცემა, გვინდოდა სხვანაირად დაგვეწყო. და ამერიკის 250 დაბადების დღეზე გვესაუბრა. ვაშა, ამერიკა. ჩვენ გვიყვარს ამერიკა. ჩვენ ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ამერიკა არსებობს. ანათებს მსოფლიოს. არის ბრწყინვალე შუქურა, ანათებს მთაზე. არის თავისუფლების შუქურა მთელ გლობუსზე. ვამაყობ, რომ ამერიკელი ვარ. და საქმე ისაა, რომ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, როცა მუშაობდი ისრაელის სამართლის საგანმანათლებლო სფეროში, დავინახე ამერიკული იდეებისადმი ურმაგი მიდგომა. ანუ, ეს არის ის, რაზეც ახლა ვისაუბრებთ. ზოგიერთი თვალსაზრისით, ისრაელის სამართალში მომხდარი ბევრი რამ ან უკონტროლოა, ან უკიდურესად კონტროლირებადი. ბოლო 10 წლეულებში მასიური ზრდა უკავშირდება ამერიკულ იდეებს, რომლებიც იქ არასდროს განხორციელდა სრულად. და მე ასევე ვფიქრობ, რომ არსებობს სხვა იდეების მთელი ნაკრები ანგლო-საქსური ტრადიციიდან, რომელიც სხვათა შორის სრულად გამოიხატა შტატებში. თუ მათგან ზოგიერთს გამოვიყენებდით ან გავაანალიზებდით ისრაელის კონტექსტში, ისრაელი ბევრად უკეთეს მდგომარეობაში იქნებოდა. შენგან მინდა დავიწყო, სანამ ძალიან ბევრს ვისაუბრებთ ჩვენს პრობლემებზე. თქვენ თქვით საინტერესო რამ ამერიკული იდეების როლზე, რომელიც მათ ისრაელის დაარსებისას ითამაშეს. და ეს გარკვეულწილად გასაკვირი იყო, რადგან ისრაელმა, რა თქმა უნდა, მემკვიდრეობით მიიღო ბრიტანული მმართველობის სისტემა და სრულიად განსხვავებული მიდგომა მოქალაქისა და სახელმწიფოს ურთიერთობებსა და ეკონომიკაზე და ასე შემდეგ. მოდით იქიდან დავიწყოთ და შემდეგ სწრაფად გადავიდეთ იმაზე, რაც 80-იანი წლებიდან და მის შემდეგ მოხდა. რა თქმა უნდა, ვფიქრობ ეს შესანიშნავი მიმართულებაა. ერთ-ერთი რამ, რასაც ვხედავთ ისრაელის სახელმწიფოს დაარსებისას, არის ის, რომ ბევრ შემთხვევაში დიახ, ის ჩამოყალიბდა ბრიტანული სამართლებრივი საერთო სამართლის სისტემიდან. ასევე არსებობს სხვა ელემენტებიც, რომლებიც აშკარად მემკვიდრეობით მიიღო ბრიტანელებისგან და გულწრფელად რომ ვთქვათ, ოსმალებისგანაც. და სხვა სამართლებრივი კულტურებისა და მმართველობითი კონცეფციების ნაზავი და ასე შემდეგ. მაგრამ რა თქმა უნდა, ამავე დროს არსებობს ბევრი მართლაც საინტერესო პარალელი ისრაელსა და აშშ-ს შორის. ბევრი თვალსაზრისით და ისინი ვფიქრობ ყოველთვის აშკარა და ბუნებრივი იყო. ერთ-ერთი ირონიულად იყო თავად წინააღმდეგობა ბრიტანელების მიმართ, გარკვეულწილად, ხო ასეა. გულისხმობ არის პატარა ან ახალი ქვეყანა, რომელიც თითქოს ბრიტანეთის კოლონიური ან ნახევრად კოლონიური მმართველობიდან იბადება. და ვფიქრობ, აქაც არის პარალელები. მეორეც იყო ქვეყანა, რომელიც ტოვილების მიერ, ტოვილებისთვის დაარსდა ბევრ თვალსაზრისში. ისრაელში ეს უბრალოდ ზოგადად ტოვილებისთვის არ ყოფილა. ის იყო ებრაელი ტოვილებისთვის ან მსოფლიოს გარშემო მცხოვრები ებრაელებისთვის. მაგრამ მაინც ვფიქრობ, იქ ძალიან ბევრი მსგავსება და პარალელი არსებობს. თქვენც გქონდათ აუთსაიდერის მენტალიტეტი, ხომ ასეა? არათანაბარი ძალების წინააღმდეგ ბრძოლა. დიახ, ისრაელი ინგლისს არ ებრძოდა. ის 7 არაბულ არმიას ებრძოდა. მაგრამ ორივე შემთხვევაში თქვენ ყავდათ თითქოს არარეგულარული ბევრად სუსტი სამხედრო ძალა, რომელიც უზარმაზარ მოწინააღმდეგეს ებრძოდა და მაინც მოიპოვა გამარჯვება თავისი დამოუკიდებლობისთვის.
და ვფიქრობ კიდევ ბევრი სხვა ზოგადი პარალელის ნახვა შეგვიძლია. და ვფიქრობ უფრო საინტერესო საკითხია და ამას სხვანაირადაც ვითხოვდი, იცით, უფრო ფართო კონტექსტში. აქ ორი საინტერესო საკითხია ვფიქრობ, რაზეც ხალხი ხშირად ვერ აცნობიერებს ან არ ფიქრობს. ერთი ისაა, რომ რა თქმა უნდა ისრაელს ჰქონდა დამოუკიდებლობის დეკლარაცია, რაც თავისთავად აშკარა არ არის. ანუ ეს ქმედება შთაგონებულია შეერთებული შტატების მაგალითით, რა თქმა უნდა ინგლისს მსგავსი არაფერი ქონია. გულისხმობ იმას, რომ თვითონ ის ფაქტი, რომ ხალხის ერთობლიობა აცხადებს დამოუკიდებლობის სურვილს, აცხადებს ამას და ამ ქმედებით ხდება დამოუკიდებელი ქვეყანა, ეს რა თქმა უნდა ღრმად ამერიკული და ამერიკული ტრადიციით შთაგონებული რამაა. მაგრამ უფრო კონკრეტულად და ეს ბერმა არ იცის, ისრაელის დამოუკიდებლობის დეკლარაციის პირველი ვერსია ძლიერ ეყრდნობოდა ამერიკის დამოუკიდებლობის დეკლარაციას. ამაზე სერიოზული კვლევაც არსებობს, არის შესანიშნავი, ესე იორმ შახარის მიერ, ასევე თავი როგორც მახსოვს ნილ რაგაჩევსკის წიგნში, ამაზე დამოუკიდებლობის დეკლარაციაზე, სადაც ისინი აღწერენ ამ ისტორიისა და ევოლუციის დეტალებს, სადაც პირველი ადამიანი, ვინც ეს დააწერა, ეს იყო საშუალო დონის ახალგაზრდა იურისტი, რომელსაც დაევალა ისრაელში, თელ-ავივში დამოუკიდებლობის დეკლარაციის პირველი ვერსიის შედგენა, ან მისი პირველი მონახაზის დაწერა. და პირველი რაც მან გააკეთა იყო ის, რომ გახსნა აშშ-ის დამოუკიდებლობის დეკლარაცია და მისი სხვადასხვა ნაწილი და სექცია გადაიწერა თავის პირველ მონახაზში. ეხლა, რა თქმა უნდა, როგორც ეს მონახაზი ვითარდებოდა და საბოლოოდ ჩამოყალიბდა დღევანდელ დამოუკიდებლობის დეკლარაციად, მან მრავალი ცვლილება განიცადა. დღეს რთულია ამ ნაწილების ამოცნობა, მაგრამ აშკარად ჩანს მათი გარკვეული ანარეკლები. და რომ რამდენიმე მათგანი დავასახელო, ვფიქრობ, ერთ-ერთი მთავარი სწორედ ბუნებრივი უფლების იდეაა. არა მხოლოდ ხალხის უფლება, ხო? იცით, ინდივიდის განუყოფელი უფლებები სახელმწიფოს მიმართ, არამედ ხალხის ბუნებრივი უფლება, ხო? ჩვენ ხალხი დამოუკიდებლობის დეკლარაციაში არსებული იდეა ხალხის უფლებაზე ჩამოაყალიბოს თავისი ხელისუფლება, გააუქმოს ხელისუფლება და ასე შემდეგ. ეს არის ის, რაც აისახება ისრაელის დამოუკიდებლობის დეკლარაციაში, სადაც საუბარია ებრაელი ხალხის ბუნებრივ უფლებაზე, ისრაელის მიწაზე და ასე შემდეგ. არის სხვა ელემენტებიც, მაგრამ ვფიქრობ, ეს მართლაც საინტერესოა და ხალხი ამის შესახებ არ იცის. არსებობს ეს ძირითადი ელემენტები, რომლებიც პირდაპირ ამერიკის დამოუკიდებლობის დეკლარაციიდან, ლარაციიდან ისრაელის დამოუკიდებლობის დეკლარაციაში გადავიდა. და ვფიქრობ, ამას კითხვაც არ სჭირდება და ისტორიული წყაროებიც ადასტურებს, რომ 1948 წელს ისრაელებმა ბევრი პარალელი დაინახეს. და ისინი ნამდვილად თვლიდნენ თავს, გარკვეულწილად, ხო ასეა, იმ ტრადიციის მემკვიდრეებად, როდესაც ქვეყანა აცხადებს დამოუკიდებლობას და ხდება დამოუკიდებელი სახელმწიფო. ვფიქრობ, ისინი ნამდვილად შთაგონებულნი იყვნენ აშშ-ის დამოუკიდებლობის დეკლარაციით. რაც, რა თქმა უნდა, თავადაც შთაგონებულია. ბენაიოთ, როგორც ჩვენ ებრაულად ვამბობთ, სხვა რაღაცებთან ერთად. ებრაული იდეებით. ასე რომ ეს არის კარგი ისტორიული სიმბიოზი. კარგი, ესე რომ ეს მნიშვნელოვანია, დრამატულია და საინტერესოა ამ ყველაფრის გასაგებად. ისრაელის დამფუძნებლებიც კი რომელთაგან ბევრს ჰქონდა სიმპათია, ან დიდი სიმპათია იმ დროისთვის საბჭოთა კავშირის მიმართ. და ვისაც ჰქონდა კიდეც. ისინი ამბობდნენ, რომ იყვნენ იურისტები, როგორც წესი განათლება მიღებული ჰქონდათ, ან ბრიტანულ სისტემაში, ან სხვა ევროპულ კონტინენტურ სისტემებში. ამერიკას უყურებდნენ როგორც ღირებულებებისისა და სამართლიანობის წყაროს, რომელსაც ცდილობდნენ გაემეორებინათ აქ, ებრაულ სახელმწიფოში. ეხლა კი მსურს ვისაუბრო სხვა იდეებზე, რომლებმაც გზა გაიკვალეს ისრაელის ინტელექტუალურ გარემოში, განსაკუთრებით სამართლის სფეროში. ვილაპარაკო იმაზე, თუ როგორ არიან ისინი ნაწილობრივ პასუხისმგებელნი იმ არეულობაზე, რომელშიც დღეს ვიმყოფებით. ამ მისიას თქვენ გაბარებთ. დაიწყეთ. რა თქმა უნდა, ცხადია ეს დიდი თემაა და ბევრი რამაა განსახილველი, მაგრამ ზედაპირულად შევეხებით, ძალიან ნათელია, რომ ზოგიერთი არეულობა, რომელშიც დღეს ვართ, სასამართლო ხელისუფლების უზენაესობის თვალსაზრისით, იმ ძალაუფლების თვალსაზრისით, რომელიც ისრაელის უზენაესმა სასამართლომ თავისთვის მიითვისა და ამაზე ისრაელის პოლიტიკური მემარცხენეების მხარდაჭერით, ეს ძალიან დიდწილად ამერიკული საკონსტიტუციო იურისპრუდენციის პროდუქტია. 60-იან და 70-იან წლებში და მოგვიანებითაც. და ეს ძალიან პირდაპირი კავშირია. ხშირად ადამიანები ამას აუცილებლად ბოლომდე ვერ აცნობიერებენ. მაგრამ პირველ რიგში კარგად არის ცნობილი და აღიარებული, რომ ისრაელის სამართლებრივი სისტემა
ძლიერ არის ამერიკული სამართლებრივი სისტემის გავლენის ქვეშ. ისრაელის სამართლის პროფესორების უმეტესობა მობა მიდის და სწორედ იქ იღებს დოქტორის ხარისხს, ამერიკის Ivy League-ის უნივერსიტეტებში, რაც თავისთავად უჩვეულოა. ისრაელი აკადემიკოსები ზოგადად ამჯობინებენ ამერიკულ ჟურნალებში გამოქვეყნებას და ასე შემდეგ. მაგრამ უფრო კონკრეტულად, ისრაელი მოსამართლეები და რა თქმა უნდა მათ შორის მთავარი აჰარონ ბარაკი, ასევე იცხაკ ზემილი და კიდევ რამდენიმე სხვა ისრაელი მოსამართლეები ხიად შეგნებულად განზრახ უყურებდნენ ამერიკას როგორც შთაგონების წყაროს და როგორც წყაროს, საიდანაც მათ მიიღეს ბევრი საკუთარი საკონსტიტუციო პრინციპი და საკონსტიტუციო რევოლუციები. მაგრამ კიდევ უფრო კონკრეტულად და სწორედ აქ ხდება ყველაფერი საინტერესო, სამწუხაროდ საქმე არ ეხება მხოლოდ მთლიანად ამერიკის ხურებას და ამერიკული პრინციპებისა და საკონსტიტუციო ტრადიციების მთლიანად გადმოღებას. მათ შორის, ასე შეგვიძლია რამდენიმე მაგალითი მოვიყვანოთ, მაგალითად, ძალაუფლების სრული კონცენტრაციის თავიდან აცილება ან ხალხის სუვერენიტეტი, ასევე შეზღუდული მმართველობა და სხვა მექანიზმები და ელემენტები. ისრაელის უზენაესმა სასამართლომ, რაც გააკეთა აჰარონ ბარაკმა, იყო ის, რომ მან ყურადღება გაამახვილა ამერიკული იურისპრუდენციის ძალიან კონკრეტულ ელემენტებზე 60-იან და 70-იან წლებში. ამიტომ ჩვენ ვსაუბრობთ უორნის სასამართლოზე, შემდეგ ბერგერის სასამართლოზე და მოგვიანებით ამერიკული საკონსტიტუციო იურისპრუდენციის სხვა ელემენტებზე. და ისრაელის უზენაესმა სასამართლომ, განსაკუთრებით აჰარონ ბარაკმა, ყურადღება გაამახვილა გარკვეულ დოქტრინებზე, რომლებიც ამერიკის უზენაესმა სასამართლომ შეიმუშავა. კერძოდ ისეთი საკითხები, როგორიცაა არსებითი ჯეროვანი სამართლებრივი პროცესი, ცოცხალი კონსტიტუციონალიზმი, ან ძალიან ფართო და კრეატიული ხედვა კანონმდებლობის ინტერპრეტაციის, კონსტიტუციურ ინტერპრეტაციისა და სასამართლოს როლის შესახებ. მოდით ერთი წამით შევჩერდეთ, რადგან ყველა, ვინც ამ გადაცემას უყურებს, იურისტი არ არის. მინდა რამდენიმე ესეთი საკითხი ავიღო და მათი მნიშვნელობა ერთ წინადადებაში ავხსნა, ხო გესმით? რა თქმა უნდა, იცით, ამერიკის უზენაეს სასამართლოში იყო ერთი პერიოდი, განსაკუთრებით 60-იან და 70-იან წლებში და ცოტა მოგვიანებითაც, რომელიც ნელ-ნელა დასრულდა, მაგრამ მაშინ იყო პიკი ამერიკული საკონსტიტუციო სამართლის ისტორიაში, როცა უზენაესი სასამართლო უფრო კრეატიული და ლიბერალური გახდა, ვიდრე ოდესმე ყოფილა. და აქ მხოლოდ პოლიტიკურ მარცხენაზე არ ვსაუბრობ. Liberals გულისხმობ იმ თვალსაზრისით, თუ როგორ განმარტავდა და იყენებდა კანონებს. და იმ წლებშიაც ამერიკის უზენაესმა სასამართლომ გააკეთა იყო ის, რომ მან შეიმუშავა დოქტრინების სერია, რომელიც მას საშუალებას აძლევდა ფაქტობრივად დაეიგნორებინა კონსტიტუციის ტექსტი, ჩაესვა კონსტიტუციაში მუხლები, რომლებიც იქ არასდროს ყოფილიყო ან არც იყო განკუთვნილი, რომ ყოფილიყო და ფაქტობრივად ამერიკის უზენაესი სასამართლო და მისი მოსამართლეები გახდნენ ახალი ამერიკის კონსტიტუციის ავტორები. ხანდახან ისინი ამას ძალიან აშკარად აკეთებდნენ, ანუ ამბობდნენ, რომ ჩვენ მოსამართლეები თითქოს თანამედროვე საზოგადოებრივ განწყობებს კონსტიტუციისა და სასამართლოს მეშვეობით ვატარებთ და ჩვენ ამ განწყობებს საზოგადოებრივ ცხოვრებასა და კანონმდებლობაში და ასე შემდეგ ვატარებთ. ასე რომ ეს ითვლება ძალიან რადიკალურ გადახვევად აშშ-ის უზენაესი სასამართლოს წინა იურისპრუდენციიდან და ტრადიციებიდან. და ამან მრავალი თვალსაზრისით მთელი მსოფლიოს მასშტაბით ტალღა გამოიწვია, განსაკუთრებით ისრაელში, სადაც მსოფლიოს სხვა ბევრი სასამართლო და მოსამართლე ამას შეხედა და თქვა, მოიცადეთ, ჩვენც შეგვიძლია ამის გაკეთება. თუ ამერიკელი მოსამართლეები ამას აკეთებენ და მათ ეს შერჩებათ, ჩვენ ისეთ ქვეყანაში, როგორიცაა აშშ, სადაც ეს იდეები ასე სერიოზულად აღიქმება, ალბათ ჩვენც შეგვიძლია ამის გაკეთება. და სწორედ აქედან აიღო ჰარონ ბარაკმა და ისრაელის უზენაესმა სასამართლომ დიდი შთაგონება ამ მოსამართლეებისგან და მათი კონკრეტული დოქტრინებისგან. და თქვენს ნახეთ, ჩვენც შეგვიძლია მსგავსი ტიპის რევოლუციის განხორციელება. სადაც ჩვენ ვუწვდით უზარმაზარ პოლიტიკის შექმნის ძალაუფლებას მოსამართლეებს, სადაც ვამტკიცებთ გარკვეულ ძალებს, უფლებამოსილებებსა და პრიბებსა და პრივილეგიებს, რომლებიც მანამდე არასდროს ჰქონდათ მოსამართლეებს. და რაც ყველაზე მთავარია, სადაც შეგვიძლია, ესე ვთქვათ, დავტოვოთ კანონი ისეთი, როგორიც ვიცით და დავიწყოთ სასამართლო გადაწყვეტილებების მიღება, არსებითად დეკრეტების გამოცემა, თვითნებური, ერთპიროვნული დეკრეტების, რომლებსაც არ აქვთ საფუძველი არც სამართლებრივ ტექსტში, არც სამართლის ისტორიაში და არც სამართლებრივ ტრადიციაში. და სწორედ ამის გაკეთება დაიწყო ისრაელის უზენაესმა სასამართლომ. სწორია, მართლმსაჯულების განხორციელების მიზნით. სწორია. თითქოს და განათლებული მიზნების მისაღწევად, ხო ასეა. იქნება ეს სამართლიანობა, ადამიანის უფლებები, დემოკრატია ფართო გაგებით, ან ნებისმიერი სხვა აბსტრაქტული და ბუნდოვანი პრინციპი, რომლის მოხმობაც გსურთ. და როგორც თქვენ აბსოლუტურად სწორად აღნიშნეთ, დიახ. ანუ მოსამართლეები ამას ყოველთვის აკეთებდნენ იმ მოტივით და შესაძლოა გულწრფელი რწმენითაც, რომ ისინი
იცით დემოკრატიისა და თავისუფალი საზოგადოების რომელიღაც ნამნიშნულად მნიშვნელოვან პრინციპს განასახიერებენ. მაგრამ რეალური შედეგი ყოველთვის იყო და ეს ასე იყო ამერიკაში, ასეა დღესაც ისრაელში. ეს უბრალოდ ნიშნავს პოლიტიკის, წესებისა და შედეგების თავსმოხვევას საზოგადოებაზე არარჩეული ბიუროკრატების მიერ. ასე რომ თუ მხოლოდ მე და შენ ვსაუბრობდით, ვიტყოდი, რომ ამის ერთ-ერთი შესანიშნავი მაგალითია ის წარმოუდგენელი ყურადღება, რომელსაც რონალდ დვორკინი იღებს იურიდიულ კვლევებში. მაგრამ აქ მხოლოდ მე და შენ არ ვსაუბრობთ. ასე რომ სინამდვილეში მინდა რომ როცა ვსაუბრობთ, თქვათ, ამ იდეების პრიმატზე ან ამ იდეების მნიშვნელობაზე, არის ის, რომ ავიღოთ რეალური საქმე, სადაც ამ იდეებმა გავლენა მოახდინეს. სადაც მათ შესაძლოა შეცვალეს შედეგი იმასთან შედარებით, რასაც ისრაელის სასამართლო რამდენიმე ათეული წლის წინ გააკეთებდა. თუ ჰარედიმებს აირჩევ, ალბათ მაინც ვიკამათებთ შედეგზე, მაგრამ შეგიძლია ნებისმიერი თემა აირჩიო. არჩევანი შენზეა. არა, აბსოლუტურად ფიქრობ ეს საკითხი მართლაც გამჯდარია იურისპრუდენციაში, უზენაეს სასამართლოს იურისპრუდენციაში, იმ თვალსაზრისით, რომ შეგიძლია იპოვო ამ რადიკალური ამერიკული მიდგომის გამოძახილი, რომელიც ჩვენ აღმოვაჩინეთ და რომელიც ისრაელში შემოიტანეს. და ამ თვალსაზრისით ეს თითქმის მარტივია, რადგან პრაქტიკულად ნებისმიერი უზენაესი სასამართლოს მთავარი აქტივისტური გადაწყვეტილება ბოლოს 3-4 ათწლეულის განმავლობაში ჩვენ ზუსტად შეგვიძლია დავადგინოთ, სად არის ამერიკული რადიკალური აქტივიზმის წყაროები და რამდენიმე მაგალითსაც მოგიყვანთ. მინდა მხოლოდ ერთი რამ თქვა, რაც ჩემთვის მნიშვნელოვანი აღვნიშნო ამ ამერიკული რადიკალური აქტივისტური მიდგომის შემოტანის კონტექსტში, რომელიც უკვე აღარ დომინირებს ამერიკულ იურისპრუდენციაში. შეიძლება ერთ დღეს დაბრუნდეს კიდეც, მაგრამ ნამდვილად არა უზენაეს სასამართლოში. აქ არის ირონია, რადგან დღეს ისრაელები ამბობენ, რომ არ უნდა შემოვიტანოთ რაღაცები სხვა ქვეყნებიდან. ხომ ასეა? არ უნდა შემოვიტანოთ მექანიზმები ან სხვა რაღაცები სხვა ქვეყნებიდან, თუ ამას არ ვაკეთებთ სრულყოფილად, კომპლექსურად, დახვეწილად, ნიუანსებით და მაინც სწორედ ეს გააკეთა ისრაელის უზენაესმა სასამართლომ. და ეს არის ამ ყველაფრის მეორე მხარე. ეს არის აქ მთავარი. ისრაელის უზენაესმა სასამართლომ რა გააკეთა? მან შემოიტანა ეს რადიკალური ელემენტები და დარწმუნებული ვარ, მალე უფრო დეტალურადაც ვისაუბრებთ ამაზე, მაგრამ მან ისინი შემოიტანა. საერთოდ არ გამოიყენეს ის ტიპური შემამსუბუქებელი ან შემაკავებელი მექანიზმები და პრინციპები, რაც შეერთებულ შტატებშია. ამიტომ გაქვს ეს შიშველი სასამართლო ძალაუფლება, ეს შიშველი, როგორც იოშუა კლიინფელდმა მითხრა, ეს შიშველი პულსირებადი სასამართლო ძალაუფლება, რომელიც ისრაელის უზენაესმა სასამართლომ ამერიკის უზენაესი სასამართლოდან შემოიტანა. მაგრამ მან ეს გააკეთა ყოველგვარი შემზღუდველი ფაქტორების გარეშე, რომლებიც არსებობს და ზღუდავს და აკონტროლებს ამ ძალაუფლებასაც კი ამერიკულ სისტემაში. და აქ ეს ერთ-ერთი მიზეზია, რატომაც ისრაელში მას შეეძლო უკონტროლო დემოქმედა. შეიძლება ამ თემას ისევ დაუბრუნდეთ, მაგრამ მოდი რამდენიმე მაგალითზე ვისაუბროთ, რადგან თქვენ ამის თხოვნა გქონდათ. დიახ, ერთ-ერთი მაგალითია ჰარედების გაწვევა. არა იმიტომ, რომ და ცხადია, შეგვიძლია ძალიან დიდხანს ვისაუბროთ ჰარედების გაწვევაზე და ამ საკითხზე არსებულ უთანხმოებებზე. მე პირადად ძალიან ვუჭერ მხარს იმას, რომ ისრაელები, უკაცრავად ჰარედები უნდა მსახურობდნენ ისრაელის არმიაში და მთლიანად უნდა იყვნენ ჩართული ისრაელის საზოგადოებაში. და კითხვა ისაა, როგორ მივახციოთ ამ მიზანს. მაგრამ რა არის ნათელი ან რა კავშირი აქვს, რომელსაც ხედავთ უზენაეს სასამართლოებს შორის? მზად ყოფნა ჩაერთონ ესეთ ღია, სადავო საზოგადოებრივ დაპირისპირებაში და B ესეთი მცირე სამართლებრივი საფუძვლით. და ერთ-ერთი მაგალითი, რომელიც ვფიქრობ ყველაზე მნიშვნელოვანია აშეტეშოდან, არის Roe Wade და აბორტის უფლების საკითხი, აბორტის კონსტიტუციური უფლება შეერთებულ შტატებში. და ერთ-ერთი რამ, რაც მოსამართლე სკალიამ თქვა 1992 წლის საქმეში, დაგეგმილი მშობლობა кейსის წინააღმდეგ. და ეს კიდევ ერთი საქმეა Roe Wade-ის შესახებ. Wade და აბორტის უფლება. სადაც უზენაესმა სასამართლომ თითქოს დაადასტურა Roe Wade. Wade ან დაადასტურა აბორტის უფლება აშშ-ში. მოსამართლე სკალიამ განსხვავებულ აზრში თქვა, რომ თქვენ უბრალოდ ამ საკითხს კიდევ უფრო საკამათოს ხდით და თქვენ უბრალოდ ამ საკითხს კიდევ უფრო ღრმად, ფესუკადგმულსა და გადაუჭრელს ხდით. საზოგადოებას რომ მისცეთ საშუალება კომპრომისზე მივიდეს, იმის ნაცვლად რომ საზოგადოებას მისცეთ საშუალება თავად გაარკვიოს და მიიღოს საკუთარი გადაწყვეტილებები. პოლიტიკური პროცესის საჯარო დებატების გზით თქვენ საზოგადოებას თავს ახვევთ ამ გადაწყვეტილებას, ამ შედეგს, იმის გარეშე რომ საზოგადოებას ამ პროცესის გავლის საშუალება მისცეთ, რაც აუცილებელია ამისთვის. და ამით თქვენ კიდევ უფრო აუარესებთ მდგომარეობას. და ეს ბევრ შემთხვევაში სწორედ ისაა, რაც ისრაელში მოხდა ულტრაორთოდოქსების სამხედრო სამსახურისგან გათავისუფლების საკითხში. რადგან სასამართლო ამ საკითხში უკანონოდ ერევა ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე.
1988 წლიდან იმ ცნობილი რესლერის გადაწყვეტილებიდან მოყოლებული, როცა გადაწყვიტა, რომ ეს საკითხი განსახილველი იყო სასამართლოში და ეს ასე გრძელდება. უნდა ვთქვა, რა თქმა უნდა, ამაზე დეტალურად საუბრობ ჩემს წიგნში. ჯერ კიდევ საქმეც არ მიხსენებია ჩემი წიგნი, მაგრამ არალეგალური სამართალი, სასამართლო უზენაესობის აღზევება ისრაელში შეიძინეთ Amazon-ზე. მაგრამ ამაზე დეტალურად საუბრობ ჩემს წიგნში. მაგრამ თქვენ გაქვთ ასეთი სიტუაცია, როცა სასამართლო მუდმივად ერევა ულტრაორთოდოქსების გაწვევის საკითხში, რომელიც ერთი ყველაზე სადავო და მძაფრად დაპირისპირებული თემაა ისრაელის საზოგადოებრივ ცხოვრებაში. მაგრამ კიდევ ერთ რამეს ვიტყვი ამაზე. ეს მხოლოდ საზოგადოებრივი დაპირისპირების საკითხი არ არის, რასაც სასამართლო კიდევ უფრო ამძაფრებს. ეს არის მისი უკანონობა, ხომ ასეა? Roe vs. Wade's საქმეში და ამერიკაში აბორტის უფლებასთან დაკავშირებით აშკარად არ არსებობს საკონსტიტუციო სამართლებრივი არგუმენტი. არასოდეს ყოფილა საფუძველი იმის სათქმელად, რომ აბორტი კონსტიტუციური უფლებაა. შეგიძლიათ გქონდეთ საკუთარი მოსაზრება. კარგია ეს თუ გია ეს თუ ცუდი. შეგიძლიათ გქონდეთ მოსაზრებები ამ საკითხის საჯარო პოლიტიკის დონეზე, მორალურ დონეზე, ლიბერალურ დონეზე და ყველას შეიძლება განსხვავებული მოსაზრება გქონდეს. ეს ნორმალურია. მაგრამ არგუმენტი, რომ ASH-ის კონსტიტუცია ანიჭებს აბორტის კონსტიტუციურ უფლებას, ყოველთვის იყო უკიდურესად სუსტი იურიდიული არგუმენტი. ეხლა ამაზე საუბარი არ გჭირდება. ზუსტად ასევე ისრაელში იდეა, რომ მთავრობას ჰქონდა იურიდიული ვალდებულება, გაეცვია ულტრაორთოდოქსი მამაკაცები, ანუ არ მიეცა მათთვის გამონაკლისი, ყოველთვის აბსურდული იყო. და მოკლედ ვთქვა, ამაში ახლა არ ჩაუღრმავდები, მაგრამ სასამართლო ამბობს ძირითადად, რომ ისრაელის ეგრეთ წოდებულ კონსტიტუციაში, რომელიც სინამდვილეში კონსტიტუცია არ არის, ამაზე ახლა არ ვისაუბრებთ, მაგრამ ისრაელის ეგრეთ წოდებულ კონსტიტუციაში ჩადებულია თანასწორობის უფლება. და შესაბამისად, თანასწორობის უფლება ავალდებულებს მთავრობას, რომ არ მისცეს გამონაკლისი ულტრაორთოდოქსი მამაკაცებისთვის. ეხლა პრობლემა ისაა, რომ რა თქმა უნდა, იმ კანონებში, რომელსაც სასამართლო თითქოს ისრაელის კონსტიტუციად მიიჩნევს, თანასწორობის უფლება საერთოდ არ არის. ეს არ საწერია და ეს შემთხვევითი არ არის. თანასწორობის უფლება 1992 წლის საბაზისო კანონში, ადამიანის თავისუფლებისა და ღირსების შესახებ საბაზისო კანონში განზრახ იყო გამორიცხული. ის შედიოდა წინა ვერსიებში და ამ კანონიდან ამოიღეს როგორც მთავარი კომპრომისი, რამაც ამ კანონის მიღება შესაძლებელი გახადა. და შეგვიძლია კიდევ განვიხილოთ ეს საკითხი, ამაზე ბევრად მეტი შეიძლება ითქვას. ეს მხოლოდ მოკლედ რო ვთქვათ, მაგრამ უბრალოდ გაიგეთ, რამდენად აბსურდულია ეს სამართლებრივი არგუმენტი, როცა სასამართლო ამბობს, რომ ჩვენ ცნობთ დაუფიქსირებელ თანასწორობის უფლებას, მიუხედავად იმისა, რომ ეს უფლება განზრახ ამოიღეს კანონიდან. და ამ დაუფიქსირებელ თანასწორობის უფლებაზე დაყრდნობით, რომელიც განზრახ ამოიღეს კანონიდან, ახლა გავაუქმებთ მთავრობის სურვილს, გაათავისუფლოს ულტრაორთოდოქსი მამაკაცები სამხედრო სამსახურისგან. ეს მხოლოდ ერთი მაგალითია და შემიძლია კიდევ რამდენიმე მაგალითი მოვიყვანო. მე გითხარი, რომ თუ ამას აირჩევდი, ალბათ ცოტას ვიგამათებდით. და იცი ვეთანხმები ყველაფერს იმაში, რაც თქვი, იმის შესახებ თუ როგორ მიუდგა სასამართლო ამ საკითხს. რა საფუძველზე ან საფუძვლის გარეშე მიუდგა სასამართლო ამ საკითხს და რა არგუმენტაცია ან არგუმენტაციის არ ქონა გამოიყენა. ფაქტობრივად ერთ აზრზე ვართ. რაც არ მომწონს ამ მაგალითის გამოყენებაში ისაა, რომ ეს არის იმ მრავალ შემთხვევათაგან ერთ-ერთი, როცა სასამართლო აკეთებს იმას, რაც პოპულარულია, რაც ასევე ასე გრძნობს თავს. გონია ისევეს. ასევე მჯერა, რომ ხარედიმები არ უნდა გაიწვიონ ჯარში. კარგი, და რომ საზოგადოებაში სერიოზული დისბალანსი შეიქმნა, რადგან ზოგი სექტორი არაპროპორციულად ბევრს ემსახურება, სხვები კი არაპროპორციულად ცოტას ან საერთოდ არ ემსახურებიან. კარგი. ასე რომ რაც სასამართლო ძირითადად აკეთებს არის ის, რომ ის ჩაერია ისეთ სფეროში, სადაც ხალხს სურს რაღაც მოხდეს. სადაც ისინი ელოდნენ, რომ რაღაც მოხდებოდა. შეიძლება 10 წლეულებია, მაგრამ ნამდვილად ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში. ფიქრობ არ ცდები. ერთ წამს, როცა პოლიტიკა თითქოს ვერ აგვარებს პრობლემას. განსაკუთრებით იმიტომ, რომ იცი, ნებისმიერი მემარჯვენე კოალიცია, ერთიანი მთავრობისგან განსხვავებით, მოუწევდა ჰარედებთან დაჯდომა. და ამიტომ, როცა ამ საკითხს ვიყენებთ იმისთვის, რომ ვისაუბროთ სასამართლო ძალაუფლების ზრდის პრობლემაზე, რომელიც არ არის მიბმული არც კანონმდებლობაზე, არც კონსტიტუციაზე, არც ხალხის მანდატზე. ბოლოს რა გამოდის? რა გრჩება? სინამდვილეში ალბათ საკმაოდ მნიშვნელოვანი იცით, სახალხო მხარდაჭერის მაჩვენებელია ამ კონკრეტული ქმედებისთვის. იმის გაუგებრა თუ როგორ ასუსტებს ეს დემოკრატიას ერთი მხრივ. და მეორე მხრივ ხშირად რაც გვაქვს. იცით, ძირითადად მემარჯვენეები გამოდიან და ამბობენ, რომ მიზეზი, რის გამოც ეს პრობლემა დემოკრატიული პროცესით არ მოგვიგვარებია, ისაა, რომ სასამართლო მუდმივად ერევა. თუ სასამართლო არ ჩაერეოდა, რა თქმა უნდა, ამას სწორად გადავწყვეტდით. და მაშინაც კი, როცა მთავრობა და იცით, ქნესეთი იღებდნენ კანონებს, რომლებიც უნდა გაეზარდა გაწვევა, ისინი ამას რეალურად არსებითად არასდროს აკეთებდნენ.
გადავიდე სხვა მაგალითებზე, მაგრამ ვფიქრობ, რომ არ ცდებით. და რაც მინდა ვთქვა ამაზე არის ის, რომ ძალიან ვიწრო ჭრილში ეს აშკარად უფრო დიდი საუბრის თემაა. მაგრამ ვფიქრობ მართალი ხართ იმ აზრით, რომ ეს ასეა. ერთ-ერთი კრიტიკა ესეთი ტიპის სასამართლო ჩარევის წინააღმდეგ არის ის, რომ ეს პოლიტიკოსებს აძლევს საბაბს და ათავისუფლებს მათ პასუხისგებლობისგან, საკუთარი გულგრილობის, მნიშვნელოვანი პრობლემების გადაუჭრელობისა და გადაწყვეტილებების შეთავაზების უუნარობის გამო. ეს უბრალოდ პოლიტიკოსებს აძლევს შესაძლებლობას თქვამბლობას თქვან, რომ ყველაფერი სასამართლოს ბრალია. ან რომ ყველაფერი ასე არ იქნებოდა, რომ არა სასამართლოს ჩარევა ჩვენ ბევრად მეც გავაკეთებდით. ესე იქნებოდა. ასე რომ ვფიქრობ, ეს ერთ-ერთი არგუმენტია ესეთი ტიპის სასამართლო ჩარევის წინააღმდეგ, რადგან მე არ ვამბობ, რომ ეს პოლიტიკოსებს სრულად ათავისუფლებს პასუხისგებლობისგან, მაგრამ მათ აძლევს შესაძლებლობას თავი ისე წარმოაჩინონ ან განაცხადონ, თითქოს ისინი გათავისუფლებულნი არიან ამ საკითხებზე პასუხისგებლობისგან. მეორეც, თუ მხოლოდ იმ კონტექსტზე შევზღუდავთ საუბარს, რომ გავიგოთ პარალელები აშშ-სთან და ის გზა, რომლითაც ისრაელმა ასე ძლიერი ისესხა გამოცდილება, ისრაელის უზენაესმა სასამართლომ ასე ძლიერი ისესხა გამოცდილება აშშ-სგან, ვიტყოდი, რომ ეს ერთ-ერთი ის საკითხია, რაც აშშ-მ ზუსტად ისე გააკეთა, როგორც ისრაელის უზენაესმა სასამართლომ. ანუ განაცხადეს, რომ ისინი ასახავენ საზოგადოებრივ განწყობას ამ საკითხზე. და ჩვენ ამას იმიტომ ვაკეთებთ, რომ პოლიტიკური პროცესი და პოლიტიკური ინსტიტუტები ვერ ახერხებენ ამ საკითხზე საზოგადოების ნამდვილი აზრის რეალურად ასახვას. სხვა საკითხებთან ერთად. ეხლა შეგვიძლია უფრო გრძელ საუბარში გადავიდეთ. აქვს თუ არა ამას აზრი, მაგრამ ვფიქრობ ეს ყოველთვის იყო ერთ-ერთი არგუმენტი, რომელსაც სასამართლოები ამ კონტექსტში იშველიებდნენ, განსაკუთრებით ამერიკული სასამართლო, რომლისგანაც ისრაელის სასამართლომ ეს არგუმენტი ისესხა და ძალიან აქტიურად აითვისა. და მეორეც ვფიქრობ ეს საბოლოოდ ძალიან სუსტი არგუმენტია, როგორც იურიდიული თვალსაზრისით, ასევე საზოგადოებრივი პოლიტიკის თვალსაზრისით, მაგრამ სრულად ვეთანხმები, რომ ის ძალიან მიმზიდველია და ბევრ შემთხვევაში დამაჯერებელიც. და ეს ერთ-ერთი მიზეზია, რის გამოც სასამართლოს შეუძლია ასე მოიქცეს, რადგან ისინი ირჩევენ საკითხებს, რომლებსაც ფართო საზოგადოებრივი მხარდაჭერის გარკვეული საფუძველი აქვთ. მაგრამ ნება მომეცით ორი მაგალითი მოგიყვანოთ, რომლებიც ჩემი აზრით უკეთ წარმოაჩენს იმ აზრს, რომლის თქმაც გვინდა. ერთი არის ლარა ელ-ქასიმის საქმე, სადაც თქვათ ესე, ჩვენს მაყურებელს შეიძლება ქონდეს ინფორმაცია, შეიძლება არა, მაგრამ ამას ძალიან სწრაფად ვიტყვი. ისრაელს ჰქონდა მოქმედი კანონი, რომელიც იმ დროს საკმაოდ ახლახან იყო მიღებული და ამ კანონში ეწერა, რომ BDS-ის აქტივისტებს, ანუ ადამიანებს, რომლებიც ისრაელის წინააღმდეგ ბოიკოტის, დივესტიციისა და სანქციების მოძრაობას უჭერდნენ მხარს, არ მიეცემოდათ შესვლის ვიზა ისრაელში, ხო ასეა, როგორც ტურისტებს ან რაც არ უნდა ყოფილიყო. ისინი უბრალოდ ვერ მიიღებდნენ შესვლის ვიზას ისრაელში. ერთი ასეთი აქტივისტი, ლარა ელ-ქასიმი, ცდილობდა ისრაელში შესვლას და აეროპორტში მას უარი უთხრეს შესვლაზე. ზუსტად ამ მიზეზით ის იყო აშკარადად დაუფარავი BDS-ის აქტივისტი, როგორც წარსულში, ასევე დიდი ალბათობით ეხლაც. და ზედმეტ დეტალებში ჩაღრმავების გარეშე კიდევ ერთხელ ამაზე ვსაუბრობ ჩემს წიგნში Rogue Justice-ი, სასამართლოს უზენაესობის აღზევება. შეიძინეთ Amazon-ზე. ხო, შეიძინეთ Amazon-ზე, იცით სად არის? აი ესე. ასე რომ ისრაელის უზენაესმა სასამართლომ საბოლოოდ და ეს რა თქმა უნდა ლარა ალ-ქასემას სასამართლოში გაასაჩივრა, ისრაელის უზენაესმა სასამართლომ აიძულა მთავრობას, რომ შეეშვა მას ქვეყანაში. BDS-ის აქტივისტი, რომელსაც აშკარად არ ამოძრავარდა ისრაელის საუკეთესო ინტერესები, რომელსაც აშკარად არ ჰქონდა არანაირი იურიდიული უფლება, ანუ ეს არ არის ისრაელის მოქალაქე არც ერთ შემთხვევაში. ეს არის ადამიანი, რომელსაც არ აქვს არანაირი იურიდიული უფლება ისრაელში შესვლის. და ისრაელის უზენაესმა სასამართლომ ორი რამ გააკეთა, რაც ვფიქრობ ორივე გარკვეულწილად მნიშვნელოვანია ამერიკული დისკუსიისთვისაც. პირველ რიგში მათ უხეშად ჩაერიმნენ აღმასრულებელი ხელისუფლების დისკრეციაში, რაც ნიშნავს, რომ კანონმდებლობა აშკარად ანიჭებდა შინაგან საქმეთა მინისტრსა და არჩეულ აღმასრულებელ ხელისუფლებას პრეროგატივასა და დისკრეციას ამ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად. და სწორედ მათ ევალებათ კანონმდებლობის მიხედვით გადაწყვიტონ, როდის მიანიჭონ გამონაკლისი, ან ვის მისცენ ასეთი ტიპის ვიზები. და სასამართლომ უბრალოდ ცლიანად ჩაანაცვლა ეს და თავი ისრაელის აღმასრულებელი ხელისუფლების ადგილზე წარმოიდგინა. ეს არის ის, რაც აშშ-ის უზენაესმა სასამართლომაც გააკეთა სხვადასხვა დოქტრინების საფუძველზე. და მეორე მხრივ, კანონმდებლობის ინტერპრეტაციის დონეზე უზენაესმა სასამართლომ უბრალოდ ისე განმარტა შესაბამისი კანონი, რომ ამას არაფერი ჰქონდა საერთო მის ტექსტთან და მიზანთან. მაგრამ უზენაესმა სასამართლომ გადაწყვიტა, რომ ამ კანონში ჩაესვა სხვადასხვა მნიშვნელობები და მიზნები, რომლებიც იქ არ იყო, არასდროს ყოფილა და არც არასდროს იყო განკუთვნილი. და ეს პირდაპირ გადმოღებულია ამერიკული იურისპრუდენციისა და აკადემიური წრეების უფრო რადიკალური შეხედულებებიდან. და ეს კავშირები ძალიან კარგად ჩანს.
და ეს არის მაგალითი, სადაც ისრაელის საზოგადოებრივი აზრი აშკარად იმ მხარესაა, რომ BDS-ის აქტივისტები ისრაელში არ შეუშვან, ხომ ასეა? და ამ ხრივ ჩემი აზრით, ისრაელის მთავრობა საკმაოდ ერთგულად ასრულებდა იმას, როგორც ისრაელის საზოგადოება ასეთ საკითხს შეხედავდა. და სწორედ ასე იღებდა უზენაესი სასამართლოს სრულიად უკანონო გადაწყვეტილებებს ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, რომლებიც უბრალოდ იმიტომ განსაზღვრავდნენ პოლიტიკას, რომ სასამართლოს ეს პოლიტიკა უფრო მოსწონდა. და ეს ხდებოდა მაშინაც კი, როცა მთავრობის ქმედებებს აშკარა საზოგადოებრივი მხარდაჭერა ჰქონდა. ასე რომ ლაურა ალ-კასიმის შემთხვევა ერთ-ერთი მაგალითია. და კიდევ ერთ მაგალითსაც შემიძლია მოგიყვანოთ მძევლებსა და მტრის მებრძოლებზე. მაგრამ მითხარი ილანა, გინდა თუ არა რომ ცოტა ხნით შევისვენო? ფიქრობ, ცოტა ხნით უნდა შევისვენოთ. და ძალიან მალე უნდა გადავიდეთ ჩვენს ბოლო კითხვაზე. ასე რომ თუ ამას დაახლოებით 1 წუთში შევძლებთ, რაშიც მე პარება ეჭვი, მაგრამ თუ შევძლებთ, სიამოვნებით მოვისმენდი. და ძალიან მოკლე პასუხს გავცემთ უბრალოდ და ძალიან ბევრი მაგალითია. აი ამიტომ უნდა წაიკითხოთ ჩემი წიგნი. არის ძალიან ბევრი მაგალითი, მაგრამ არის ერთი საკანონმდებლო აქტი, სადაც ქნესეთმა მიიღო კანონი, რომელიც მთავრობას უფლებას აძლევს ინსტრუმენტები, ან ერთი კონკრეტული ინსტრუმენტი, რომლითაც უნდა მოგვარდეს ჩვენი მტრების, ტერორისტული ორგანიზაციების, ან რაც არ უნდა იყოს მიერ აყვანილი ძევების საკითხი. და ეს ინსტრუმენტი იყო ის, რომ ისრაელის მთავრობას შეეძლო დაეკავებინა უკანონო მტრის მებრძოლები. ხო ასეა. ჩვენ შეგვეძლო დაგვეპატიმრებინა და დაგვეკავებინა ადამიანები ჰეზბოლადან, ჰამასიდან, სხვა ორგანიზაციებიდან და შეგვეძლო მათი გამოყენება მოლაპარაკების ბერკეტად. შეგვეძლო მათი გამოყენება ჩვენი მძევლების დაბრუნების მცდელობებში. ეს იყო 2000-იანი წლების შუაში, ხომ ასეა. ფონად იყო რონი არედი, შემდეგ კი რა თქმა უნდა გილად შალითი და სხვები. და ეს ქნესეთმა გააკეთა. ანუ კიდევ ერთხელ, დეტალებში არ შევალ. ქნესეთმა ეს გააკეთა რამდენიმე უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების გამო, რომლებმაც უკვე შეზღუდეს მთავრობის შესაძლებლობა ასე ემოქმედა, ისევ გარკვეულწილად უკანონოდ რეალური სამართლებრივი საფუძვლის გარეშე. მაგრამ შემდეგ, როცა ქნესეთმა მიიღო ეს კანონი, რომელმაც მთავრობისთვის შესაძლებელი გახადა, რომ დაეკავებინა და შეეჩერებინა ეს მტრის მებრძოლები მძევლების დაბრუნების სანაცვლოდ, როგორც მოლაპარაკების ბერკეტები. ისრაელის უზენაესმა სასამართლომ კანონის შემოქმედებითი ინტერპრეტაცია გამოიყენა, რათა ფაქტობრივად ამოეწურა ამ კანონის ნებისმიერი მნიშვნელობა. და ფაქტობრივად სრულად უგულებელყო ქნესეთის აშკარა სურვილი. მიეცა მთავრობისთვის ამის გაკეთების ინსტრუმენტები და ეს პირდაპირ ეხება ჩვენ. და რა თქმა უნდა, დღევანდელი დღისთვის ვინიცის რა იქნებოდა დღეს სხვანაირად. თუ ისრაელი უკეთ იქნებოდა აღჭურვილი მძევლების საკითხების უფრო ზოგადად მოსაგვარებლად, ან თუ მძევლების აყვანა ნაკლებად მომგებიანი და ნაკლებად მიმზიდველი იქნებოდა ტერორისტული ორგანიზაციებისთვის, 7 ოქტომბრამდე, რადგან მთავრობას შეეძლო გამოეყენებინა ეს ინსტრუმენტი, რომელიც მას ქნესეთმა მიანიჭა. სასამართლომ ეს გააუქმა ყოველგვარი იურიდიული საფუძვლის გარეშე, ბოდიში სასამართლომ ფაქტობრივად ამ ინსტრუმენტს მნიშვნელობა დაუკარგა ყოველგვარი იურიდიული საფუძვლის გარეშე, კანონი უმოქმედო ნორმად აქცია და მთავრობას ეს ინსტრუმენტი წაართვა. და ეს კიდევ ერთი მაგალითია ჩემი აზრით, რომელიც ნათლად აჩვენებს როგორც ამერიკელი აქტივისტი მოსამართლეების წინაწლების პრაქტიკას და მსგავსებას. ასევე იმას, თუ როგორ ეწინააღმდეგება ეს ყველაფერი აშკარა ინტუიციურ საზოგადოებრივ განწყობას. მოდით უფრო პოზიტიურ ნოტაზე დავასრულოთ. ჩვენ ვისაუბრეთ იმაზე, თუ რა დადებითი როლი ითამაშა ამერიკულმა იდეებმა და ამერიკულ ისტორიასთან მსგავსებამ ისრაელის დაარსებისას. ჩვენ ვისაუბრეთ არსებითად რადიკალურ სამართლებრივ ფილოსოფიებზე, რომლებიც წარმოიშვა ან ხორციელდება ამერიკულ იურისპრუდენციაში და რომლებიც ისრაელში იქნა შემოტანილი. და შემდეგ იმგვარი სტრუქტურული შეზღუდვების გარეშე, რომლებიც შეერთებულ შტატებში არსებობს, შეიქმნა კიდევ უფრო ძლიერი სამართლებრივი ზედნაშენი. იმ ტიპის გადაწყვეტილებებით, რომლებიც თქვენ ახლახან აღნიშნეთ. ეხლა მინდა გავიგო რა არის ის პოზიტიური ამერიკული იდეები, რომლებიც აქამდე შესაძლოა არ გამხდარა აქ მთავარი დინების ნაწილი და თქვენ ფიქრობთ, რომ მისასალმებელი დამატება იქნებოდა, როცა ისრაელი, როგორც მე მიყვარს ამის წარმოდგენა, ასრულებს თავის პირველ დაარსებას. როცა საბოლოოდ დავსხდებით და გვექნება იმედი მაქვს საბოლოო საუბარი იმაზე, თუ როგორ მივახციოთ კონსენსუსზე დაფუძნებულ გადაწყვეტას, ის წესები, რომლებითაც მომავალში ყველანი გვინდა ვიხელმძღვანელოთ, იქნება ეს წერილობითი კონსტიტუციის სახით თუ სხვა რაიმე მექანიზმით. რა იდეებია საჭირო აქ, რომლებიც ამჟამად აქ არ არის? იმედი მაქვს კიდე 3 საათი მაინც გვექნება ამაზე სასაუბროთ. კარგი, ეს იმაზეა დამოკიდებული რამდენჯერ დაბრუნდები პოდკასტში. მართალია. კარგი, იმისთვის რომ ისევ დამპატიჟონ პოდკასტში, ჩემს პასუხს შედარებით მოკლედ ვიტყვი. ცხადია, ძალიან ბევრი რამ არის, მაგრამ მოდი მხოლოდ რამდენიმე საკითხს შევეხოთ. და ვიტყვი ორ შედარებით პატარა საკითხს და შემდეგ ორ ოდნავ უფრო დიდს.
ცხადია, იცით, ამერიკა დამოუკიდებლობის დეკლარაციიდან და კონსტიტუციიდან მოყოლებული დღემდე ნამდვილად არის კარგი მმართველობის, ღირსების, განსაკუთრებული და გამორჩეული მმართველობის სისტემის, თავისუფლებისა და დემოკრატიის ბასტიონი. და არის უზარმაზარი რამ, რაც ყველა ქვეყანამ უნდა ისწავლოს შეერთებული შტატებისგან. და ჩვენ ყველამ უნდა ვიზეიმოთ ამერიკის 250 წლის იუბილე და ის შთაგონება, რაც მან მოუტანა მსოფლიოსა და თავისუფლებას ყველგან. უფრო კონკრეტულად რო ვთქვა, არის ორი რამ, რასაც ვამბობ, არც თუ ვთქვათ ხუმრობით. არამედ ორი რამ, რაც მსურს ისრაელმა აიღოს ამერიკული სამართლებრივი პრაქტიკიდან, ამერიკული კონსტიტუციური ტრადიციიდან. ერთი არის ის, რასაც ეშვანდერის წესებს უწოდებენ. ამაზე დეტალურად არ შევჩერდები, მაგრამ ყველასთვის ცნობილია, რომ ამერიკის უზენაესი სასამართლოს მოსამართლე ბრანდაისმა შეიმუშავა სასამართლო თავშეკავების წესების სერია არჩეული წარმომადგენლებისა და კონგრესის მიმართ. და ეს არის რაღაც, რასაც ისრაელი აკადემიკოსები ზოგჯერ მხარს უჭერენ, მაგრამ უბრალოდ ამ წესების დაცვა. თუ როდის და როგორ უნდა გაუქმდეს კანონები, ეს მცირე ცვლილებაა, ხო ასეა. მეორეა, რა თქმა უნდა, ისევ ცოტა ხუმრობით ვამბობ, ორიგინალიზმი და ტექსტუალიზმი. და კანონის რეალური კეთილსინდისიერი შესრულების მცდელობა ისეთი როგორიც არის. როგორც მათი სიტყვები მიანიშნებს, როგორც მისი რეალური ისტორია. და ამ სიტყვების მნიშვნელობა მიანიშნებს. ეს არის რაღაც, რაც სამწუხაროდ ძალიან აკლია ისრაელის სამართალმეცნიერებასა და იმ გზას, როგორც ისრაელის უზენაესი სასამართლო მოქმედებს. ამიტომ იცით, ამერიკაში ტექსტუალიზმისა და ორიგინალიზმისკენ გადახვევა წარმოუდგენლად პოზიტიური განვითარებაა. და კარგი იქნებოდა ისრაელმა ეს ნელ-ნელა თავის სამართლებრივ სისტემასა და სასამართლოებში მიიღოს და დანერგოს. მაგრამ ეს არ არის ის, რასაც თქვენ გულისხმობთ. მეც გეტყვით ორ რამეს, რომლებიც ფიქრობ უფრო ფართო და მნიშვნელოვანია ისრაელისთვის, რომ მიიღოს და შთაგონებული იყოს ამერიკულით. უბრალოდ სანამ ამას გააკეთებდეთ, მინდა და მეორე ამბობს, ჩვენ ვამთავრებთ ერთმანეთის. და მეორე ამბობს, სენდვიჩებს. დაგეხმარები. ეს გაყინულიდანა. ეს სიმღერა მულტფილმიდან გაყინული. არა, მათ მომპარეს ეს. მაგრამ ხო, დაასრულე ჩემი სენდვიჩი. ეხლა დავასრულებ შენ სენდვიჩს და ეს პირველი შემთხვევაში შემთხვევა არ იქნება. პირველი ისაა, რომ იცი თვითონ მთავრობის კონცეფცია ნიშნავს, რომ ჯერ ხალხია და შემდეგ მთავრობა. და ხალხის უფლებები როგორც ინდივიდუალურად, ასევე კოლექტიურად და შემდეგ უკვე მთავრობა. და ეს რა თქმა უნდა ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის, დამოუკიდებლობის დეკლარაციის და სხვა მსგავსი დოკუმენტების ფუნდამენტური იდეაა, რომ მთავრობა ხალხის მსახურია და არა მათი ბატონი. და ეს არის რაღაცა ისეთი ღრმად ფუნდამენტური, რაც ესე ძალიან აკლია ფართო ისრაელის დისკურსს, ელემენტარულ გაგებას იმის შესახებ, თუ რისთვის არსებობს მთავრობა, რა უნდა გააკეთოს, როგორ უნდა ემსახუროს ჩვენ, როგორ უნდა იყოს შეზღუდული, როგორ უნდა ვუყუროთ მას ეჩვით და როგორ უნდა იყოს მისი ძალაუფლება შეზღუდული. და ეს ყველაფერი ძალიან შეზღუდულია ისრაელის ფუნდამენტური აზროვნების პრინციპებში. უნდა ვთქვა, როგორც მემარჯვენე, ისე მემარცხენე ფლანგზე. ფიქრობ, მემარჯვენეები ამ საკითხში ისრაელში ცოტათი უკეთესები არიან, ვიდრე მემარცხენეები, მაგრამ არ მგონია, რომ ეს პრობლემა, ან ეს ნაკლებობა, რომელიმე კონკრეტულ პოლიტიკურ ბანაკს ან მხარეს მიეკუთვნებოდეს. და დავამატებ, ეს ცოტა განსხვავებული საკითხია, მაგრამ აშკარად მჭიდროდ არის დაკავშირებული, მაგრამ ეს უფრო კონკრეტულია. თუმცა ვფიქრობ, კიდევ უფრო მნიშვნელოვანი რამ, რაც ისრაელმა უფრო სწრაფად უნდა გაეგოს, არის ღრმა უნდობლობა სამართალდამცავი ორგანოების მიმართ და ზოგადად სახელმწიფოს ძალაუფლების მიმართ. იცით, სახელმწიფოს ძალის გამოყენება, ხო ასეა. სამართალდამცავი ორგანოები, პოლიცია, სადაზვერვო სამსახურები და ასე შემდეგ. ამერიკული ტრადიცია ეს ზოგადად მოდის შეზღუდული მთავრობის ხედვიდან, მაგრამ ასევე ბევრად უფრო კონკრეტულად ბრიტანული ტრადიციიდან და სხვა გამოცდილებიდან. ამერიკულ ტრადიციაში ღრმად არის გამჯდარი ეჭვის იდეა სამართალდამცავი ორგანოებისა და პოლიციის მიმართ. მთავრობის პოლიციური ძალაუფლების, მთავრობის ძალადობრივი ძალაუფლების გამოყენების მიმართ მოქალაქეების და ხალხის წინააღმდეგ. და ეს არის რაღაც, რაც იცით, მე ყოველთვის ვამბობ, რომ ეს მართ ხდება. იცით, ამერიკაში როცა სწავლობ კონსტიტუციურ სამართალს, პირველ რიგში სწავლობ სისხლის სამართლის პროცესს, ხო ასეა. მეოთხე, მეხუთე და მეექვსე შესწორებები ეხება სისხლის სამართლის პროცესს. და პირიქითაც, თუ ამერიკაში სწავლობ სისხლის სამართლის პროცესს, პირველ რიგში სინამდვილეში სწავლობ კონსტიტუციურ სამართალს. ისრაელში ასე არ არის. და ისრაელები ინტუიციურად არ აკავშირებენ თავისუფალ საზოგადოებას კონსტიტუციურ შეზღუდული მთავრობის მქონე საზოგადოებას
და თანდახოლოს. კანონის აღსრულების მკაცრი შეზღუდვები და ის თუ როგორ შეუძლია სამართალდამცავ ორგანოებს აკონტროლონ ან შეზღუდონ ისრაელის მოქალაქეები და ისრაელის საზოგადოებაში არსებული პირები და ჯგუფები. ასე რომ ეს არის ისიც რომ უფრო კონკრეტულად ვთქვათ. მე ვფიქრობ, რომ ისრაელს ძალიან წაადგებოდა უკეთ გაეგო ამერიკული ხედვა ინდივიდუალურ თავისუფლებებზე და იმ უნდობლობასა და ზედამხედველობას, რაც სამართალდამცავი ორგანოების მიმართ არის საჭირო. მე ვფიქრობ, ეს არის რამდენიმე ყველაზე მნიშვნელოვანი რამ, რაც ისრაელმა დღეს ამერიკისგან უნდა ისწავლოს. და თქვენ უბრალოდ დავამატებ, რომ ამბობდით დამფუძნებლებს ან ისრაელის დაარსების დასრულებას. ჩემს წინში ვწერო, რომ 1948 წელს ისრაელი მთლიანად დამფუძნებლები იყვნენ, მაგრამ არ ჰყავდა კონსტიტუციის შემუშავებლები. რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ყავდა ეს განსაკუთრებული ადამიანების ჯგუფი, რომლებმაც დაარსეს ეს სახელმწიფო, მაგრამ ძალიან ცოტა იყო ისეთი, ვისაც ჰქონდა სახელმწიფო მართვის ცოდნა და შესაძლებლობა რეალურად აეშენებინა სისტემა ისე, როგორც ეს ამერიკელებმა გააკეთეს. ამიტომაც ვეთანხმები თქვენ, რომ ეხლა კონსტიტუციის შემუშავებლების დროა. ეხლა სწორედ მათი დროა. შეიძლება ცოტა დაგვიანებით, მაგრამ ეხლა უნდა მოვიდნენ და შექმნან უფრო სრულყოფილი ერთობა. ხომ ასეა? და უკეთესი მართლობის სისტემა, რომელიც ისრაელს მოემსახურება. და მათ აუცილებლად უნდა შეხედონ ამერიკას, როგორც მისი ჩამოყალიბების პერიოდში, ასევე მისი კონსტიტუციური მომენტის დროს. და რა თქმა უნდა დღემდე, მისი 250 წლის იუბილეა. ძალიან ვიმედოვნებ, რომ ფორუმი, რომელიც აგრძელებს იმ საქმეს, რაც ერთად დავიწყეთ, ხელშეუწყობს იმ ადამიანების ჩამოყალიბებას, ვინც ამ მისიას იკისრებს. და რა თქმა უნდა დავასრულებ თქვენი წიგნის 80 რეკომენდაციით, რომელიც ადამიანებმა აუცილებლად უნდა წაიკითხონ. This is Tagi Lena.